გაფუთქული ხელები, დაკოჟრილი ხელები ემსახურებიან თავიანთ ოჯახებს და თავიანთ ქვეყანას. ჭიათურაში დგას ჯანმრთელობის უკიდურესი პრობლემა. 271 დღეა რაც უწყვეტი საპროტესტო აქცია გვაქვს მაღაროელებს ჭიათურაში. ეხლა ვიმყოფებით ჯანდაცვის სამინისტროსთან. მინდა შეგახსენოთ, რომ 28 მარტს ამ წლის ჩვენ ვიმყოფებოდით ჯანდაცვის სამინისტროსთან, გავმართეთ საპროტესტო აქცია და მივანიშნეთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ იმ სამმხრივ კომისიაზე, რომელიც თითქოს და ჭიათურის გადარჩენისთვის ტარდებოდა ამ შენობაში, მივუთითეთ, რომ იქ სამმხრივ კომისიაზე ყოფილიყო ჩვენი წარმომადგენელი და ჭიათურის რეალური პრობლემა გაეშუქებინა, არავინ არ დაგვიჯერა. დღეს მივიღეთ შედეგად ის, რომ ჭიათურაში 3620 მაღაროელის ნაცვლად მუშაობს 1600 მაღაროელი, დარჩენილი 2000 ადამიანი არის სრულიად უმუშევარი, ულუქმაპუროდ არის დარჩენილი 2000 ოჯახი. პარალელურად 28 მარტის შემდეგ ერთ თვეში 28 აპრილს დააკავებს უსამართლოდ ჩვენი 4 თანამებრძოლი. მოთხოვნა არის ის, რომ უკანონო რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული მაღაროელები უნდა დაუბრუნდნენ აუცილებლად თავიანთ სამუშაო ადგილებს. უნდა დაუბრუნდეს მაღაროელებს ის უფლებები, რაც ჰქონდათ 2025 წლის აპრილამდე. ამ გულისხმობ, რომ ვეღარ სარგებლობენ შვებულებით, ვერ სარგებლობენ ბიულეტენით, ვერანაირი კვება აქვს გაუარესებული და ყველანაირი სამუშაო პირობა. ამიტომ ყურადღება აქვს მისაქცევი როგორც ჯანდაცვის სამინისტროსგან, ასევე შრომის ინსპექციისგან, ასევე სახალხო დამცველისგან და ეს არის ზოგადი მოთხოვნები, რაც აუცილებლად შესრულდეს და ყველაზე მთავარი, უსამართლოდ დაკავებული 4 პატიმარი, რომელიც 7 თვის განმავლობაში ზიან ციხეში აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. მუშაობდი ზეინკლად, ელექტრომექანიკოსად. მავნე და საფრთხიანი სამუშაო არის საერთოდ მაღაროელი სამუშაო. ჭიათურაში ახლა ძალიან რთული მდგომარეობა არის. წარმოიდგინეთ, ქალაქი იცლება. დაახლოებით 1500 მის მუშაობდა, უმუშევარი დარჩა. ძალიან ბევრმა დატოვა ქალაქი. ქალაქში სხვა ალტერნატიული სამუშაო ჭიათურაში არ არსებობს. ეს ასე იყო თავიდანვე და ასე ჭირდებოდათ, იმიტომ რომ ვინც ვარ ჩვენ ჭიათურლები იძულებული ვიყავით ყველას გვემუშავა მაღაროში, იმიტომ ალტერნატიული სამუშაო არაძოს არ ყოფილა და არც არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ ალტერნატიული სამუშაო დღესაც რომ რამე შეიქმნას ქალაქში. ძალიან რთული მდგომარეობა არის, ფასები იმატებს. მაღაზიები, ძალიან ბევრი მაღაზიები დაკეთვას და რაღაცეებს იწყებს. ადრე შეგვეძლო კიდევ ნისიაზე და რაღაცაზე გამოგვეტანა, მაგრამ ეხლა ნისიაზიდაც თითქმის არ ამინ. ბანკების ვალები თითქმის ყველას 80-90%-ს ვინც მუშაობდა მიწისქვეშ და მაღაროში ბანკების ვალი აქვს ყველას. მთელი საქართველოში არსებობს პრობლემა, განსაკუთრებით არის ჭიათურაში. აი ზედაპირული მოპოვებები არის ძირითადი პრობლემები რა. მე ვიცი რომ შავი თეთრზე წერია კანონში, ხა იურისტი მე არა ვარ, მაგრამ ერთი მოსახლეც რომ წავიდეს წინააღმდეგი ზედაპირული მოპოვებაზე, არ აქვს უფლება რომ მოიპოვონ მარგანეცი. მაგრამ მაინც მიდის რაღაც დონეზე, კი არა და უმეტესი სოფლები მიწასთან გაასწორეს და იგივე ემუქრება ჩვენ სოფელსაც. მნიშვნელოვანია რომ ჭიათურამ მიაღწიოს თავიანთ სამართლიან და სწორ ზოლის მიზნებს. რაც ჭიათურაში ხდება, ეს არის მიუღებელი, დაუშვებელი, დაწყებული რეორგანიზაციით და დამთავრებული ეკოლოგიური მდგომარეობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უკვე იმდენი ამ დროის განმავლობაში უკვე იმდენი რაღაც მოხდა, რომ უკვე ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს და ფიქრობ, რომ ჭიათურის ზოლა მთელი საქართველოს ზოლაა და მოუწოდებ ყველას, რომ ყურადღებით იყოს ამ საკითხის მიმართ და სოლიდარობა გამოუცხადოს მაღაროელებს. და პირდაპირ გვეუბნებოდა. ჭიათურაში 7 თვის თავზე სოციალური პრობლემა ვერ გამოსწორდა. პირიქით გაათმაგდა